დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორენაზე თარგმანით. თქვენ გახსოვთ, რატომ ხვდებით ჩვენ ყოველდღიურად ერთმანეთს? ხვდებით იმიტომ, რომ ადამიანზე ვისაუბროთ და ვისაუბროთ ადამიანზე ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ მდგომარეობაში, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც ის გაბუტულია. დიახ, დღეს ჩვენ გაბუტულ ბავშვებზე ვსაუბრობთ და რატომ არის ეს თემა ასეთი აქტუალური, ამას ჩვენ სტუმართან ერთად გავარკვევთ მოგვიანებით, თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა გითხრათ. ნებისმიერ თარიღს ჩვენს კალენდარში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აქვს გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. თუმცა, როდესაც ივნისი დგება, ჩვენ ყოველთვის გვახსენდება, რომ ეს თვე საგანგებოდ ბავშვებს ეძღვნებათ. ბავშვებს თავიანთი განვითარების თავისებურებით, ბავშვებს თავისი აგებულების თავისებურებით, ბავშვებს თავიანთი ორგანიზმის ფუნქციის თავისებურებით და სამყაროს მიმართ დამოკიდებულების თავისებურებით. უამრავი თავისებურებაა გასათვალისწინებელი და მე აუცილებლად ვისარგებლებ შემთხვევით და გაგახსენებთ, რომ ბავშვი არ არის ზრდასრული ადამიანის მინიატურული ვერსია. ბავშვი არ არის დედიკოს და მამიკოს დაპატარავებული ვარიანტი. ბავშვი არ არის ჩვენი უფროსების აუხდენელი ოცნებების ინსტრუმენტი, რეალიზაციის ინსტრუმენტი და ხშირ შემთხვევაში ბავშვი ჩვენ გვახსენებს თვითონ თავისი ყოველდღიური ურთიერთობით ჩვენთან, რომ ის არის ერთადერთი განუმეორებელი, განსაკუთრებული, რომელიც განსაკუთრებულ პატივისცემას და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, როგორ ვიქცევით ჩვენ, როგორ იქცევიან ბავშვები, გაბუტვა არის მნიშვნელოვანი თემა და არავის სიამოვნებს გაბუტულ მდგომარეობაში ყოფნა. უყვართ თუ არა პატარებს გაბუტვა და რა შემთხვევაში გვებუტებიან, მოდით ეს გავარკვევთ ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქალბატონი ნინო გოგიჩაძე. ნინიკო, დილამშვიდობის. დილამშვიდობის ქალბატონო. ოჯახში სამი შვილი ხშირად გებუტებათ? გააჩნია რომელი? ანუ ეს მათ ხასიათობრივ თავისებურებაზეც არის დამოკიდებული? და ურთიერთობის დინამიკაზე. მოდით დავიწყოთ თავიდანვე და თქვათ, რა არის გაბუტვა? რამდენად უყვართ პატარებს გაბუტვა და რისთვის იყენებენ და საერთოდ იყენებენ თუ არა გაბუტვას? გაბუტვა ესეთი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ გამოვხატავთ ერთგვარ მოლოდინს, რომ ჩვენი სურვილები და მდგომარეობა და მოთხოვნილებები იქნება გაგებული უთქმელად. მაგრამ გარდა ამისა, ამის უკან დგას ნეგატიური ემოციაც, რომ მე რაღაცა მტკივა. და აი ეს მდგომარეობა, რომელიც გაბუტვის დროს ტკივილთან ასოცირდება, ფიზიკურ ტკივილს უდრის. ანუ განცდა იმისა, რომ მე მატკინეს. და შეიძლება ეს ვერც გაიგეს და ამას მნიშვნელობაც არ მიანიჭეს და ერთადერთი რაც მრჩება არის, რომ მოდი გავიბუტები. უყვართ არ უყვართ თემაში ესეთი პასუხი შეიძლება ვთქვათ, რომ გაბუტვა არის სოციალური მომენტი, მას სჭირდება პარტნიორი, ვისაც გაებუტები, ერთი ან რამდენიმე ადამიანი და ეს არ არის ერთი ადამიანის ფუნქცია, ეს არის იმ ურთიერთობის ფუნქცია, რომელშიც ვართ ჩართულები, ბავშვი იქნება, მოზრდილი იქნება და რაოდენ გასაოცარი გაბუტვა შეიძლება დაიწყოს 20 თვიდან. 20 თვის ბავშვმა შეიძლება მოგიბუზოს ტუჩები და გვაჩვენოს, რომ ის რასაც ელოდებოდა არ მოხდა, სულ მინიმუმ, ანუ რეაქცია ფრუსტრაციაზე, რომ რაღაცა ჩვენ უნდა შეგვეხედა და ისე არ შევხედეთ. და მან შეიძლება ეს ტუჩები ესე მობუზოს. შემდეგ მე ეს გაბუტვა სხვადასხვანაირ ფორმას იძენს და ბოლოს მიდის იქამდე, რომ ჩვენ შეიძლება ხმა არ გავცეთ, ზურგი შევაქციოთ, იგნორირება გავუწიოთ, აგრესიულ გაბუტვას მივმართოთ, კარი გავიჯახუნოთ, ფეხები დავაბაკუნოთ, ყველაფერი ეს მე ექსპონენტურად შეიძლება გაიზარდოს და გახდეს ამ გაბუტვის გამოხატვის სხვადასხვა ნეგატიური ფორმა. თუმცა გაბუტვა, როგორც ემოციური მდგომარეობა არ არის სასიამოვნო. არავის არ მოგწონს გაბუტულ მდგომარეობაში ყოფნა და ეს ტკივილთან ასოცირებული მდგომარეობა და ბავშვები არ მიისწრაფიან, რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მაშინ რატო გაიბუტებიან? ანუ ესეთი შეკითხვა ისმის.
როგორც გგონია, ეს არის ცოტათი ძალაუფლების თამაშები. იმიტომ რომ აი უკვე 20 თვის ასაკიდან ბავშვი გრძნობს, რომ რაღაცა გავლენა შეუძლია მოახდინოს გარემოზე. მის ქმედებას თუნდაც ტუჩების გამობზუგვა შეუძლია შეცვალოს მეორე ადამიანის ქცევა. რატო არ გამოვიყენოთ? მით უმეტეს თუ ვიცით, რომ ეს გვასწავლის, რომ რაღაცა ზემოქმედება შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ჩვენთვის სასურველ შედეგზე გაგვიყვანს. ამიტომაც მივმართავთ გაბუტვას ადამიანები, არ არიან ადამიანები, აი ძალიან იშვიათად ადამიანი შეიძლება არ გაიბუტოს, ან არ მისცეს საშუალება, რომ აი ეს თვითონ გაბუტვის მდგომარეობას თითქოს აი რაღაცნაირად შეშთები ემოციურად დროში და მოლოდინის მდგომარეობაში იმყოფებ თავს. ახლა მოზრდილ ადამიანს რეგულაციური მექანიზმები მეტი აქვს, შეუძლია ეს ნეგატიური ემოცია უფრო ადვილად გადააგოროს, გადავიდეს სხვა თემაზე და არ გაჩერდეს. ბავშვისთვის ეს არის ემოციური რეგულაციის დასაწყისი. გაბუტვა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ემოციური რეგულაციის თვითცნობიერის ჩამოყალიბების. მე ვარ, ან ბავშვი ჩდება ეს განცდები, მე ვარ, შემიძლია სხვაზე ზემოქმედება მოვახდინო. ამიტომ ერთის მხრივ განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ემოციაა. ანუ მე ჩემი თავის ძალაუფლებას ვგრძნობ და ამ ძალაუფლებას მეორე ადამიანის მიმართ გამოვხატავ ოღონდ ნეგატიურ სიტუაციაში. ეხლა დავტოვოთ თუ არა ბავშვი გაბუტულია ეს შეკითხვა. შემოვირიგო თუ არა, ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა, იმიტომ რომ ბავშვი რომ იბუტება, მე ვფიქრობ, არავინ არის კარგ განწყობაზე და ძალიან მძიმედ განიცდის ამ მდგომარეობას ოჯახის ყველა წევრი. ასე ხდება ყველა ოჯახში და მე ვერც კი წარმომიდგენია უფროსების მხრიდან გულგრილობა, როდესაც პატარა გაბუტულია. ჩვენ 1000 ხრიკს ვიგონებთ იმისთვის, რომ პატარა შემოვირიგოთ. ზოგჯერ მცდარია ეს გადაწყვეტილებები, შეიძლება სწორიც არის, მაგრამ დავტოვოთ ასე გაბუტული თუ მართლაც უნდა ვღელავდეთ და შემოვირიგოთ პატარა. გაბუტული ბავშვი თავის თავთან არ უნდა დავტოვოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგომარეობა. თუმცა, აი როგორც არ უნდა ვაჭამოთ, თქვა ტკბილეული და შოკოლადი და მიიჩნევა, რომ გაბუტულ ბავშვს შეიძლება ტკბილეული და შოკოლადი და ვაჭამოთ, რომ დაიწყნაროს თავი. ასევე არც ძალიან განუმტკიცოთ ის ქცევა, რომელშიც ის არის ჩართული და პირიქით მივეხმაროთ, რომ გაარკვიოს რა დგას ამის უკან. ისიც მასაც მივეხმაროთ და ჩვენ თვითონაც გავარკვევთ. გაბუტვა შეიძლება შედგეს იმ მომენტში, როცა თქვა მეორე პარტნიორმა არ იცის რის გამო გაიბუტა ბავშვი. ამ დროს გვჭირდება რომ აუცილებლად დავალაპარაკოთ რა მოხდა. აი რა გიწყ, რა ვერ გავიგე. თუმცა, როცა ბავშვი გაბუტულია, ჩვენში იხუძებს ჩვენი გაბუტული ბავშვი. და აი ეს არის მდგომარეობა, როდესაც დგება კონფლიქტი. და არც ჩვენ გვინდა ლაპარაკი, არც იმას უნდა ლაპარაკი, როგორ გამოსწორდება სიტუაცია. ანუ პირისპირ აღმოჩნდება ორი გაბუტული ბავშვი. გაბუტული ბავშვი, იმიტომ რომ ეხა ეს არის, ანუ გადაუწყვეტელი კონფლიქტები მოუგვარებელი, მომცეთ ტკივილის განცდა, სხვაში ტკივილის განცდა, როგორც კი ჩდება, ჩვენშიც ეს ასოცირდება, იმ წუთში ჩდება ეს ასოციაცია. იმ ბავშვს როგორც მიხედეს ჩვენ ბავშვობაში და ახლობთ შეიძლება ესე ვთქვათ, სპეკულაციურად, ისე მივხედავთ ჩვენ იმ ბავშვს, რომელსაც ჩვენ რეალურ ცხოვრებაში შევხვდებით, თუ ეს ემოციური ტკივილები ჩვენ არ გადავამუშავოთ და არ გავიზარდეთ აქედან. ანუ თუ გაბუტული ბავშვი შეხვდა გაბუტულ ბავშვს, ეს არის ომი. და საბოლოო ჯამში ეს გაბუტული ბავშვების ომებში გვიწევს ცხოვრება. რეალურად ბავშვი გაბუტული არ უნდა დავტოვოთ, უნდა მივეხმაროთ, გაერკვეს რა მოხდა. რა ეწყინა, ჩვენ რა არ გამოგვევიდა, ჩვენ რა შეგვეშალა და რისი გამოსწორება სურს. და რა ხერხები არსებობს ამისი. ეხლა 2 თვის ბავშვთან ალბათ ბევრი რამის გამოსწორება შეგვიძლია, მაგრამ აი ცოტა თინეიჯერია მაგალითად, სადღაც არ გაუშვით. ჩვენი პოზიცია გვაქვს. აი ამას როგორ გამოვასწორებთ? ხო, ჩვენი პოზიცია მიგვაჩნია რომ ეს და იმას თავისი პოზიცია აქვს. ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი, რომ აი გაბუტვა ითვლება, რომ არის დარღვეული კომუნიკაცია, დაინგრა კომუნიკაცია, შეთანხმებულობა დაირღვა, კოოპერაციის შესაძლებლობა დაირღვა, ურთიერთგაგების შესაძლებლობა დაირღვა. თავი უნდა ავაშენოთ. და მომენტები იმისა, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ და ერთმანეთს გაუგოთ, თავიდან ავაშენოთ იმ დანგრეული მომენტების გვერდით, ხო? და უთხრათ, რომ ხო, მესმის მე რომ გაბუტული ხარ. მეც მომინდებოდა იმ დაბადების დღეზე წასვლა. ალბათ კარგ დროსაც გაატარებდი იქ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ და რაც არგუმენტები მაქვს, ის შემიძლია რომ გავიზიარო. ოღონდ აი მდგომარეობა როგორ არის? ძალიან მარტივად მშობლები გადავდივართ ჩვენი პოზიციის თქმაზე და იქ უკვე კედელია, გაბუტული ბავშვი და კიდევ ეუბნე, რომ აი შენ არ უნდა წასულიყავი, იქ ეს მოხდება, ეს არ მოხდება. მე ამიტომაც არ მინდა რომ წასულ, არ გვისმენს. ეს ამ კედელს არაფერი არ ემართება. პირველი რასაც ვეუბნებთ, რომ მესმის რომ მე გაიბუტე. მეც გავიბუტებოდი. კიდე გასაგებია რომ რატომაც გინდა იქ წასვლა. ხო, მაგრამ აი ნახე და აქ უკვე
თითქოს ეს კედელი ცოტა რბილდება და შეიძლება პატარა ეს ჩვენი შეხედულება შევანათოთ და მე შევთავაზოთ ალტერნატივი. კაი, არ გამოგვივიდა. ეხლა შენ რა აქ ამ დაბადების დღეს დახვედი. რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვათ მეგობრებთან უნდა და ხო დროის რეალური ინტერესი რა დგას ამ დაბადების დღეზე წასulis მეგობრებთან. როგორ შევქმნათ იგივე სიტუაცია, რომ ესე გაერთო შენ მეგობრებთან ну, ახლა მშობლის პროცესი უსაფრთხოთ ოღონდ, რომ იქ არ იყოს რაღაცა ესეთი ინციდენტები. ხო, ნინა ჩვენთან დავპატიჟოთ, მოვიწვიოთ. კი ბატონო, ანუ ეს ვარიანტები შეთავაზებით შეიძლება თვითონაც უნდადეს ვარიანტების მოძებნა და ესეც მნიშვნელოვანია. ჩვენ აი იმითი რომ ველაპარაკებით გაბუტულ ბავშვს ვასწავლით რომ როგორ მოაგვაროს კომუნიკაციური სირთულეები და ალტერნატივებიც თვითონ მონახოს. კიდევ ერთი თემა არის, რაც რადგან ეს გაბუტო არის თვითრეგულაციური მექანიზმი, მნიშვნელოვანია რომ აი ამ გაბუტულ მდგომარეობაში დიდხანს არ დავტოვოთ და ვასწავლოთ როგორ გამოვიდეს, იმიტომ რომ საკუთარ თავთან კომუნიკაციის ნაწილია. აი ეს დინამიური ელემენტი, რომელიც ურთიერთობაში არსებობს საკუთარ თავთან. მე შეიძლება ჩემ თავსაც გავებუტო. ყველა კარი ღია უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველა გამოცდილება ინტეგრირებული იყოს, რომ ჩვენ ვიგრძნოთ ფსიქიკური წონასწორობა, ვიგრძნოთ სოციალური კეთილდღეობა და შეგვეძლოს პოზიტიური სოციალური ურთიერთობების აგება. პირველ რიგში საკუთარ თავთან, საკუთარი თავის გაგება. ანუ რას ვამბობთ ახლა? 20 თვიდან თუ შეიძლება რომ ბავშვი გაიბუტოს, რა თქმა უნდა, სიცოცხლის ბოლომდე. რა უყოთ ამ გაბუტულ მომენტებს, ისე რომ ეს მიეხმაროს პირველ ზრდაში. ახლა მშობლის ამოცანა არის ეს. დიახ, აი სწორედ ეს კითხვა მინდოდა და ამისა უბრალოდ შევავსებ ერთი წახნაგით, რომელიც თქვენივე ფრაზებში იყო. ჩვენში პერიოდულად შეიძლება გაცოცხლდეს გაბუტული ბავშვი. სწორედ იმის გამო, იმ ფრაზის გამო, რაზედაც ახლა თქვენ შეჩერდით აზროვნებაში და ფრაზეოლოგიაში. ანუ ჩვენ ეს გვაქვს გასათვალისწინებელი, რომ სამუდამოდ არ დავტოვოთ ჩვენში გაბუტული ბავშვი, რომელიც შვილი რომ გაებუტება, მაშინ გაიღვიძებს, ოჯახის წევრსაც გაებუტება და აი ეს მოდელი, რაც თქვენ აღწერეთ, ოჯახში, როდესაც ფორმა არის ურთიერთობის, გაბუტვები, დიდების, პატარების და ასე შემდეგ და აქ თითქოს არის ეს მინოტავრის ლაბირინთივით იკარგები და იკარგები მხოლოდ და ვერ პოულობ გამოსავალს. არის ესეთი ოჯახები არის, რომელიც ირჩევს, ასე ვთქვათ, ესეთ შეიძლება არ ირჩევს, მაგრამ აღმოჩნდება აი ამ ნეგატიურ მორევში და ვიცით რომ კომუნიკაციები, ქრონიკული კომუნიკაციები მარტივად არ იცვლება. ანუ ჩვენ თუ ვურთიერთობთ სულ გაბუტვა, გაღიზიანება, კარების გაჯახუნება, გარდატეხა სჭირდება, ამას სჭირდება მკურნალობა. ანუ ეს ოჯახური დინამიკა საჭიროებს იმას, რომ დაუბრუნდეს ისევ გაჯანსაღების მდგომარეობას და ეს ადამიანების კეთილნებაზე და ძალისხმევის ჩადებაზე არის. მაგალითად, ბავშვების წინაშე ეს პასუხისმგებლობა უფრო დიდი გვაქვს. ხო, აი თუ დიდ ოჯახებში ცხოვრობენ, იქ ყველა უნდა დაინახოს, რომ ნეგატიური ემოციების და გაბუტვის ესეთ დემონსტრირება ხელს უწყობს ბავშვში ასეთივე ემოციების გაჩენას. იმიტომ სულ მინიმუმ სარკისებურად ავსახავთ ამ ჩვენ ემოციებს, სარკისებურად ავსახავთ ქცევებს და ყველაზე მარტივი გზა დასწავლის არის იმიტაცია. გაიბუტე, ხო, მეც გავიბუტები, აბა, აი შოკოლადი რო არ მომიტანე, ან აი რო არ მეთამაშე, ან რო დააგვიანე, ან მე ჩახუტვა მინდოდა და შენ ვერ მივხვდი რომ ჩამხუტებოდი. რაღაც არ მიყიდე. რაღაც არ მიყიდე. მე უკვე ძალიან მარტივად ეს რადგან ძალაუფლების გამოვლენის შესაძლებლობა არის გაბუტა. გადადის დომინირების ქცევაში, манипуляციის ქცევაში და ეს ფორმა როგორც აგრესიის ფარულად გამოხატვის საშუალება შეიძლება გადაიქცეს ადამიანისთვის და სხვა ხერხი არ იცოდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხანდახან იმიტომ ვიბუდებით რომ გვეშინია ჩვენი სურვილები გავახმოვანოთ. ან მეორე ადამიანს გავუზიაროთ, ან გვეშინია რომ გავახმოვანოთ, იმისგან უარყოფა მივიღოთ. საქმე ის არის, რომ მე ისევ სწავლობთ ამ გაბუტვას, რომ შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითად სოციალური ზეწოლისთვის თინეიჯერები. არ გიმჩნევენ, იგნორირებას გიწევენ და აი ეს იგნორირება, რომელიც შეიძლება შენმა თანატოლმა გაგიკეთოს, გინდა იგნორირება გაუკეთებია და გინდა იარაღი გამოუყენებია შენს წინაშე. ანუ ეს ტკივილის განცდა ცოცხლდება ისევ. ის ბავშვი, რომელიც გაიგნორებს, ისიც გაბუტული ბავშვია. და ეხლა წარმოგიდგენთ, გაბუტული ბავშვი მეორე ბავშვს ებუტება და იმ ბავშვში რა ხდება? ეხლა ეს უკვე მშობლების დინამიკაში აღარ ჯდება, უკვე ჯდება რომ სკოლის დინამიკაში, როგორ დავინახოთ, როგორ მივეხმაროთ ბავშვებს, რომ გააუმჯობესებენ მეგობრობა, იმიტომ რომ მეგობრობა, თქვა თინეიჯერობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს აი ამ გაბუტვის ციკლიდან ამოსავარდნად და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი პატერნების გასაჩენად. კარგი, სახში ყველა მებუტება, მაგრამ აღმოჩნდა რომ კარგი მეგობარი მყავს, სულ მიგებს. როდესაც რაღაცაზე ნაწყენი ვარ, როცა ცხურს ჩამოუშვებ რაღაცა ისე ვიგრძნობ. იმ წუთში მე მხმარება რომ გავიგო, მე ხმარება რომ გავიაზრო რა დგას ამის უკან. ანუ ჩემ რეფლექსურ აზროვნებაში გადავყავა. მაგრამ იქ თუ გაბუტვა?
თუ იქაც გაბუტოა, არაფერი არ გამოგვივა. ანუ ამ შემთხვევაში კონფლიქტი, ამ შემთხვევაში ომი, ამ შემთხვევაში მედიატორი გვჭირდება, რომ მესამე პირი, რომელიც ამაზე არავის გაბუტული არ არის და მოვა და შეძლებს ახალი სიტყვის შეტანას, ახალი გარდაწყვეტის მოძებნას. გაბუტო არ არის ჯანსაღი ემოცია, ასე რომ ვთქვათ, ანუ თუ არის ქრონიკული, თუმცა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური ინსტრუმენტი, რომ გავიაზროთ ჩვენ რა გვინდა და რას ვერ ვიღებთ იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც ვართ და რომ აი ესეთი ხერხიც გვაქვს, რომ შეიძლება თურმე არ ვილაპარაკო და მაინც გამიგონ. ნიკო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მე ზუსტად ვიცი რა თემას ძალიან ბევრი დრო სჭირდება იმისთვის, რომ თავად მოვლენა სრულყოფილად დავინახოთ და მით უფრო მოვძებნოთ გზები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ერთი რამ ძალიან კაფიო და ნათელია თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, რომ გაბუტული ბავშვი არ უნდა დავტოვოთ პირისპირ თავის პრობლემასთან და თავის უსიამოვნო განცდასთან. ანუ არ მივატოვოთ და ზურგი არ შევაქციოთ უფროსებმა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გაბუტულობა არ იქცეს манипуляციის ინსტრუმენტად და ასეთ შემთხვევაში მშობლებმა ისიც უნდა გავიხსენოთ უფროსებმა ზოგადად, რომ ჩვენში შეიძლება ზინავს გაბუტულ ბავშვს და სწორედ ასეთი სიტუაციები აღმოჩნდეს ჩვენს გაბუტულ შვილთან, ჩვენში მიძინებული გაბუტული ბავშვის დაპირისპირებად და ასეთ შემთხვევაში ყველაზე სწორი იქნება არ მივცეთ საშუალება ძალიან ღრმად დაიძინოს ჩვენში გაბუტულმა ბავშვმა, რაც შეიძლება ადრე გავერკვიოთ გაბუტულობის მიზეზებში. ასეთი მოდელი არ დავამკვიდროთ ოჯახებში, ურთიერთობა არ არის გაბუტვაზე ორიენტირებული და გაბუტვა არ გადაჭრის ჩვენს პრობლემებს და რაც თავარია, ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება ერთმანეთს ველაპარაკოთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ და ზურგი არ ვაქციოთ. მადლობა დღევანდელი საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლდათ ჩვენი გადაცემის მეგობარი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქალბატონი ნინო გოგიჩაძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. როდესაც კვებით შუქნიშანზე ვსაუბრობთ განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მით უფრო გაბუტული ბავშვებისთვის, რასაკვირველია, უამრავი რამ გვახსენდება, რომელიც კვებასთან არის ასოცირებული. მაგრამ ყველაზე ხშირად, როდესაც ზოგადად ბავშვებზე ვფიქრობთ, ბავშვებზე ზრუნავთ და ბავშვების ჯანმრთელობაზე ფიქრით ვართ ახსავსე, ჩვენ ვფიქრობთ ბალანსზე, წონასწორობაზე და რასაკვირველია თეფშზე, რომელიც ყველაზე სრულყოფილად დაიტევს ბავშვისთვის საჭირო რეკომენდაციებს. რა თქმა უნდა, თეფში არის ბავშვის ყოველდღიური რაციონის სიმბოლო, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენგანის სწორი კვების სიმბოლო, მარტივი მიზეზის გამო. ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერები და ენერგიით უზრუნველყოფისათვის სწორედ ამგვარი კომბინაცია ძირითადი საკვები ჯგუფებისა უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმს, ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენს ცხოვრების ხარისხსაც კი. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ ბავშვების განაწყენებულ მდგომარეობაზე, გაბუტულობაზე და მსგავს სიტუაციაზე, ყველაზე ხშირად რა გადაწყვეტილებას ვიღებთ უფროსები. ჩვენ ვცდილობთ შემოვირიგოთ პატარები საკვები პროდუქტებით. მაგალითად, ისეთი პროდუქტებით, რომელსაც ხშირად წასახალისებლადაც ვიყენებთ ხოლმე და მით უფრო მათი კეთილგანწყობის აღდგენისთვის ან დაკარგული კეთილგანწყობის დასაბრუნებლად. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მარტივად რა გვეჩვენება? ეს არის ტკბილეული და ტკბილეულის შეთავაზება. ასე ვიქცევით მაშინ, როდესაც მაგალითად ბებია-ბაბუები ბრუნდებით სახლში იმისთვის, რომ შვილიშვილებს მოვეფეროთ. ასე ვიქცევით მაშინ, როდესაც დედიკოები და მამიკოები სამსახურიდან ბრუნდებით და ყველა იმ თბილი მომენტის ანაზღაურებას ერთბაშად ვცდილობთ საღამოს შვილთან ურთიერთობით, როდესაც თბილ და ტკბილ ურთიერთობასთან ერთად ტკბილეულსაც ვუზიარებთ. მაგრამ როდესაც ბავშვი განაწყენებულია, გაბუტულია, შეიძლება სლუკუნებს კიდეც, ასეთ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტი სიამოვნებით ვთავაზებთ ხოლმე ტკბილეულს, რადგან გვეჩვენება, რომ
ურთიერთობებიც და სიტუაციაც ერთბაშად დატკბება. არადა როგორც ფაქტობრივი მონაცემები ადასტურებს და განსაკუთრებით მტკიცებითი მედიცინის მონაცემი ირკვევა, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები და ასეთი გადაწყვეტილებები განმეორებადი თუ არის, ეს განამტკიცებს ბავშვში არც თუ ისე სასარგებლო ჩვევას და განამტკიცებს ასოციაციას, როდესაც ის ჭირვეულობს, ჩვენ თავაზობთ ტკბილეულს. ის მეტად ჭირვეულობს, ჩვენ მეტ ტკბილეულს თავაზობთ. მაგრამ ამ ყველაფერში არის კიდევ ერთი სამეცნიერო მნიშვნელობის ფაქტი, რომელიც ყველა უნდა გავითვალისწინოთ. როდესაც ჩვენ მივირთმევთ ტკბილეულს, რასაკვირველია, სიამოვნება მასთან ასოცირებული შვების განცდა მნიშვნელოვანია და ეს დასაბუთებულია, ნამდვილად ასე ხდება. ასაკის მიუხედავად. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო ადვილად შეთვისებადია ნახშირწყლები, რაც უფრო მეტია ნუგბარით და ტკბილეულით დატვირთვა, მით უფრო მოკლე დროში, მით უფრო მეტი ინსულინი გამოიყოფა, იმაზე მეტი, ვიდრე ამ ულუფის მონელება სჭირდება და ასეთ შემთხვევაში გარკვეული ფაზის შემდეგ ინსულინის სიჭარბე იწვევს შაქრის დონის ვარდნას სისხლში. რაც ერთი მხრივ გვიბიძგებს მეტი ტკბილეული მივირთვათ და მეორე მხრივ იწვევს იმედგაცრუებას, გუნებგანწყობის დაქვეითებას, რომელიც სწორედ ასეთ ფიზიოლოგიურ ვარდნას ახლავს ხოლმე თან. რასაკვირველია, ამის ახსნა პატარას არ შეუძლია. მაგრამ ის, რომ პატარას უჩნდება გუნებგანწყობის ტალღების მონაცვლეობა, ეს ადვილად შესამჩნევი გახდება უფროსებისათვის. შესაბამისად, ტკბილეულის შეთავაზება, თუნდაც გუნებგანწყობის მყარად გამოსწორებისთვის არ იქნება კარგი არჩევანი, რადგან ეს არის უფრო ხანმოკლე, დროებითი, არც თუ ისე სასარგებლო ჩვევის განმამტკიცებელი და არც თუ ისე სასიამოვნო ასოციაციის განმამტკიცებელი. რა შეიძლება შევთავაზოთ? მე შეგნებულად არ გესაუბრებით ან ხილზე, ან ბოსტნეულზე, ან რაიმე სხვა კონკრეტულ კერძზე. ერთ მარტივ საშუალებას გთავაზობთ, რომლის გავლენა ჩვენს ნერვულ სისტემაზე, რომლის მნიშვნელობა სუნთქვასა და ყლაპვასთან მიმართებაში არის დადასტურებული და ეს გახლავთ წყალი. როდესაც ჩვენ ვამბობთ ეწყინა ცივი წყალი დალიოსო, ამაში არის გარკვეული სიბრძნე. ეს უკავშირდება თუნდაც იმ სინქრონიზაციას, რომელიც არის სუნთქვისა და ყლაპვის გამო და იმ მდგომარეობას, როდესაც ჩვენ სასუნთქი და საყლაპავი გზები გვაქვს ერთმანეთის მეზობლად. წყლის მიღება ძალიან ხშირად სუნთქვის რეგულირებაში გვეხმარება, გულისცემის რეგულირებაში გვეხმარება და რაც მთავარია, ძალიან დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანს. ამიტომ ჩვენს პატარას გაბუტული თუა, თუ სლუკუნებს და თუ გვიჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა, შეგვიძლია უბრალოდ ჭიქით წყალი შევთავაზოთ. მასანად ერთად ჩვენს წავლიოთ წყალი. მოკლედ ეს იყო მარტივი ხრიკი და ძალიან ეფექტიანი, რომელიც შეგვიძლია ნებისმიერ სიტუაციაში გამოვიყენოთ და მით უფრო ჩვენს პატარებთან ურთიერთობაში. მე ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.